რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მხარდაჭერას უწევს. სერგეი ლავროვის განცხადებით, მართალია რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება არსებობს, თუმცა ეს დაზვერვის კუთხით ირანის დახმარებას არ ითვალისწინებს. რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების კოორდინატები საჯაროა და ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად არ უკვირს, რომ ირანს მათზე იერიშები მიაქვს. ჩვენ ნამდვილად ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ირანთან. არსებობს შეთანხმება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ ირანს მივაწოდეთ გარკვეული სახის სამხედრო აღჭურვილობა. თუმცა ვერ მივიღებთ ბრალდებებს. თითქოს ირანს სადაზვერვო მხარდაჭერას ვუწევთ. ყველასთვის ცნობილია რეგიონში არსებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების კოორდინატები. ეს ინფორმაცია დაფარული არ არის. ის საჯაროა. ამიტომ არ მიკვირს, რომ ირანს მათზე თავდასხმები მიაქვს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ამაყად და ერთგვარი ტრიუმფალიზმით საუბრობენ ქვეყნის უმაღლესი ლიდერისა და ირანის ხელმძღვანელობის სხვა წევრების ცივსისხლიან მკვლელობებზე, ძნელია ეს სხვა რამედ შეფასდეს, გარდა ცინიზმისა. შესაბამისად, ჩვენ მხარს უჭერთ როგორც ირანის, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვას. სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ირანზე ნებისმიერი ახალი თავდასხმა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. მანვე გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ უფრო თავშეკავებულად იმოქმედოს. მოსკოვის პოზიციაა, რომ ირანს მშვიდობიანი მიზნებისთვის ატომურ პროგრამაზე მუშაობა უნდა შეეძლოს. კრემლის თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში გასულ წლებში რეგიონის მასშტაბით მიღწეულ პროგრესსა და გაუმჯობესებულ ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მოსკოვი თეირანთან მჭიდრო რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს. სერგეი ლავროვს სჯერა, რომ ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ხელშეკრულების ფარგლებში ირანი კონფლიქტის მოგვარებას გულწრფელად ცდილობს.